ახის წახლა შენ ბოსელში შეხვალ უშო. გამარჯობა, ჩვენებო. დათუც მოვიდა. დათუ როგორ ხარ? როგორ ხარ? აი გესტუმრებ რა. როგორც იქნა, დათუ აგერ ნახევარი საქონელი გაშვებულია. ხო და სანამ ფერმამდე მივიდეთ, ამო საქონელი ვნახოთ ეს გაშვებული, რომელიც დანარჩენი გველოდება რა. აბა ერთმა-ერთი დაიჭირეს, ერთმა მეორე. აბა როგორია დათო? შესანიშნავი. აბა წავედით. ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე ვართ ახლა? ზღვის დონიდან ვართ, ჩემო დათო 2200 მეტრაზე. სასწაული კაცი ხარ. ამ სიმაღლეზე მე ხალხი ისე არ ამოდის ხოლმე და შენ ფერმა გააკეთა. ხო რა, ძალიან ბევრი წვალება დაგვიჯდა, მაგრამ მაინც უკვე შეგვიყვარდა აქაუროკაც რა. ისე რომელი წლიდან დაიწყე ამ საქმიანობა? ამ საქმიანობა 2001 წლიდან დავიწყე საქმიანობა რა. ისე საცხოვრო. მე ხიზაბავრელი ვარ, ასპინცრანის სოფელი ხიზაბავრიდან ვარ. ძველი სოფელია რა, ერთ-ერთი უძველესი სოფელია. აქ იყო ჩემი სოფლის საგაზაფხულო საძოვრები, ხიზაბავრის საგაზაფხულო საძოვრები რა. ხო და გადავწყვეტი აქ ფერმის აშენება რა. ხო, სერიოზული ჭაფაკი დაჯდა, მაგრამ ეხლა ავაშენეთ ფერმა გვაქვს ქარხანა. ეს მიტოვებული ფერმები იყო და კოლმეურნეობის? ერთი კი და ერთი მე თვითონ გავაკეთე რა. ხო, ავაშენეთ ფერმა, მე ქარხანა დავდგით. დავიწყე 5 ძროხით რა, აქ რო ამოვედი ალბათ ისეთი იმზიდველი ადგილია, რო აი გორებზე აქ თოვლია და აი ამ ადგილას თოვლს არ იჭერს რა. აი სახლები შეიძლება ქარხანა. ფერმა სულ ზამთარში შეგიძლია რომ საძოვარზე გამოვიდეთ. კი, სულ ზამთარში სულ ძოვს საქონელს, სულ ბალახობს რა. სულ რამდენი სული საქონელი? სულ 250 მსხვილფეხა ყავს რა, დათო. ამას მარტო მოერიგე? არა, მარტო ამ ხელას როგორ მოველები. პარტნიორები მყავს რა, რომელი პარტნიორები მყავს, პარტნიორებთან ერთად ვაკეთებ ამ საქმეს რა. ნუ თავიდან ამ რო დავიწყეთ მარტო ვეღარ შევძლებდით ამ ხელას რა. ახლა თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და ისე მაინტერესებს რა ჯდება. ერთი ძროხა 2000-2500 ლარი ჯდება, კარგი მეწველი ძროხა რა. კავკასიური წაბლა ყავს ჩვენ ძირითადად. ადაპტირებულია ჯამრთელი საკვები, ხარისხიანი რძე და ამ თავისთავად ხარისხიანი ყველის გამოდის რა. ეს ძალიან ნახე, აბა ნახე როგორი ნაყოფიერი მიწაა რა. აქ არის მარტო 70 ჯიშის ყვავილია რა. ისეთი ხარისხიანი ბალახია, რომ თითქმის აი ხალხი რომელიც გიждდება ამ მინდვრებზე რა. უცხოელები ხო შოკში არიან რა. ეს არის ძროხისთვის განსაკუთრებული ადგილი. ნახე, მოდი გაჩვენ, ნახე რა მადლიანი მიწაა, ნახე. შავი მიწაა და ნაყოფიერი მიწაა. ამ ხელა მანძილზე კიტრიც კი მოდის რა, გავსინჯი და კიტრიც მოდის რა. კიტრიც ასებს მოსვლას და კარტოფილი ხო, ზედმეტი კარტოფილი ხო, სასწაული კარტოფილი მოდის რა. მით უმეტეს ფერმა, ნაკელია ეგ თავისებური, სასუქი გაგვაქვს. აქედან გამომდინარე ესე იგი ნაკლები გიждდება საქონლის შენახვა. აქედან გამომდინარე ნაკლები მიჯდება. დაახლოებით რა ჯდება? ერთი ძროხის შენახვა დაახლოებით 125 ლარამდე ჯდება რა. იმიტომ ადგილზე რო ვართ, ადგილზე რო ვაკეთებ ამ ყველაფერს. იმიტომ გადავწყვეტეთ აქ შენახვა რა ამ ძროხების. რომ ზამთარში იკვებებიან, ზამთარში თვითონ თავის პირით გამოდის. რა თქმა უნდა, იმზადებთ ახლა ზამთარი ზოგადად მკაცრიც არის, მაგრამ ისე აქედან 20 კილომეტრია მე მგონი დასახლებული პუნქტი, თუ ვაცდებ, კი, ზუსტად 20 კილომეტრია. და დენით როგორ ამარაგებ? დენის საკუთარი ელექტროსადგური გვაქვს. საწარმო დიდი საწარმო გაქვს? კი, 4 ტონა რძის გადამუშავება შეუძლია დღე-ღამეში საწარმოს რა. ვაკეთებთ პარმაზანის ტიპის ყველს, ქართულს ყველს, იმერულს ეძახიან ახლა არაჟანს, კარაქს. ეს აი მაინც ბერძეულებზე ხარ ორიენტირებული? ძირითადად პროდუქციას ვამზადებთ რა, ძირითადად პროდუქცია და ალბათ ცოტა ხანში კიდე გადავალთ ხურცის დამზადებაზე რა, მეხორცეულობის ჯიშებიც ყავს უკვე შევიძინეთ. მithumetes ახლა პარტნიორები მყავს. ამერიკელი პარტნიორებიც მყავს, იტალიელი პარტნიორები მყავს, ქართველი პარტნიორები მყავს. კაი ბიჭები არიან სხვათა შორის, ერთმანეთს ხარში უდგივარ და ესე აქ რომ მოდიოდი, თვალი ვერ გაძღა ამ სილამაზე და ტურიზმზე ხო არ ფიქრობ? ეგ პირველია რა, უკვე პირველი რაც ამას გავაკეთებთ, გაზაფხულიდან უკვე შეგვიძლია აგროტურიზმი მივიღოთ რა, ასეთი ადგილი აგროტურიზმისთვის საქართველოს შეიძლება ბევრი არ იყოს რა. გეთახმები. მithumetes ცხენები ყავს. გვაქვს ისეთი ტურისტ მივიღებთ. ან შეიძლება აგროტურიზმი დათო აი ცხენით გადმოხვიდე და აქ ვარძიაში ჩახვიდე ვარძიანა ხო, იქით
საფარიდან გადმოხვიდე და ვარძიაში წახვიდე. აი ჩვენ შემოიაროა, გაჩირდე, ღამე გაათიო, დანაყრდე და გავუკეთე. ესე როგორ ფიქრობ, მარტო საზღვარგარეთიდან მიღებულ ტურისტებს გაუმკლავდებით თუ ქართველებზეაც ვთვლი ამას ყველა? არა, ჯერ ქართველებზე ვთვლი უფრო განსაკუთრებულად ქართველმა კაცმა უნდა ნახოს ეს ყველაფერი და მე უცხოელებზე რა. კიდევ ახლა ვფიქრობთ რომ გავაკეთოთ ღორების ფერმა რა. იმიტომ რომ ფერმასთან, სადაც როცა საქონელი ყავს, უფრო ადვილია ღორის შენახვაც რა. ისე ვერ შეინახავ რა. ვაპირებთ კი, ბევრს გონია ხოლმე რომ ისე მარტო მეღორეობას მიყვებს ხაზ და მე არა, მარტო მეღორეობას ვცადით ეგეთი რაღაცა ვცადით ჩვენ, მაგრამ ძალიან წამგებიანი აღმოჩნდა. ღორი და ისეთი ჩვენ ახლა ფერმა როცა გვაქვს შეგვიძლია მაგალითად ეს ხარჯები თითქმის ეს რო არ შევეხოთ ფერმას ამ ყოველს და თანამშრომლის ხარჯები, თივის ხარჯები მეღორეობიდან დავფაროთ რა, ეს 20 ვაწარმოოთ და ნანამ თქო მე რომ გამეკეთებინა დაბლა ფერმა რა, რომ იქ გზა რო იკეტება, აქედან ვეღარ წაიღება გზამთარში რა პროდუქციას, მაგრამ აი აქ არანაირი მანქანის გამონაბოლქვი არ არის. ჯამრთელი პროდუქცია რა. აი იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება მე რომ ხალხი დავარწმუნო რომ ეს არის ჯამრთელი. აქ არანაირი ნახეთი რა. ჰაერია სუფთა. სიმართლე გითხრა არ მიკურს მე ცხოვრებას რო ხელი მოკიდე, მაგრამ ეს პარმაზანი საიდან მოგაფიქრდა ამ მესყანს აი მაინტერესებს. მე კათოლიკე მღვდელი მყავს მეგობარი რა. მითხარ რომ აბა თემურ შეისწავლეო და ამ ჩვენ ლაპარაკში ჩემო მეუღლე მისწავლა იტალიური ენა და წავიდა იტალიაში, იქ ჩემი მეგობრების დახმარებით. ხო და იქ ყავს პარტნიორი სახელად ბატისტა ქვია რა და ჩვენც იმის საპატრიოტიზმოდ როგორც ხიზაბავრელები ვართ ახლა ჩვენ და გვინდოდა ჩვენი სოფლის სახელი გაგვეტანა ესე გაგვეცნო უფრო ამ ყველის პროდუქციით ყოველსაც დავარქვით ხიზაბავრის სახელი და ჩვენი მეგობრის საპატრიოტიზმოდ ხიზაბავრული ბატისტა ესე ქვია ჯერჯერობით ამ ყველა იმედი ასე გავაგრძელებთ რა აბა წავედით ახლა მიწები შენია? არა, მიწები ჩემი არ არის. ერთი წლის უკან წარვადგინე ეკონომიკის სამინისტროში, განცხადება დავწერე საძოვრებზე და სათიბებზე და რა ვიცი, დღესაც ცოტა გაჩერებულია რა, ამობენ მესხეთ ჯავახეთში საძოვრები არ იყიდებაო. არა და ისეთ საქმეს ვადგივარ დათო რომ შეიძლება რა, ახლა ფერმა ასეთ ადგილას ამხელა ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ამდენ 13 კაცს დასაქმებული მყავს, ეგანაც გითხარი 25 სეზონურად ვასაქმებ. იმედი გვაქვს რა, იმედი ცოცხლობ და ვნახოთ რა, მოულჭა. ჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხო და ნუ ნელა არა, ისეთი ხალხით კიდე გვიდგას გვერდში რომ არ მინდა ეხლა არ მოიხსენიო ქალბატონი ანა მიქაძე ჩიკვაიძე. მოკლედ რომ თქვა რაცო ყველის ასე პოპულარიზაცია დაიწყო ეს ყველაფერი ანას დამსახურება რა. ანა ისე ერთგულად ემსახურება ამ ფერმერებს რომ ვერ წარმოვიდგენ რა, იშვიათი ადამიანია რა. მართლა იშვიათია, სული დიდარი ქალია და მე კიდე ყველას ვიტყვი პატარა იმას გაუწევ რომ თუ ვინმე აქვს რაღაცა პრობლემა შეუძლია ანას მიაკითხოს და დარწმუნებულად ყველანაირად გვერდში დაუდგება. ანასთვის ახლობელი და გარეული და შინაური სულ ერთია, ყველას ერთნაირად უდგება მხარში რა. ანა ძალიან დიდი ადამიანია. TV-ს ვიდებით მომარაგებული მაქვს თივა, თითქმის ამ ზამთრისთვის საყოფი გვაქვს უკვე. ჩვენი სათიბელები ყავს. ესე ყველანაირად მზათა ხარ. ზამთრისთვის ყველანაირად მზათა ვარ რა. ხო და აგერ ესენიც ჩემი ბიჭები არიან. აგერ ჩემი თანამშრომლები ჩემო დათო. აგერ დათო ეხლა გაგაცნობ ჩემ მეუღლეს. გაიცანით. ხო და ახლა დათო ექსკურსია მძღოლობას, ეს უფრო კარგად გაგიწევს ფერმისა და ჩვენი ქარხნის საწარმოს შესახებ რა. მე მილიონი საქმე მაქვს, უნდა წავიდე და მიხედო ჯერჯერობით. აღარ მოგაცდა. აბა კარგად ვიყავით. კარგად. მობრძანდით, ეხლა გაჩვენებთ როგორ არის დაბინავებული ჩვენი პირუტყვი. ძირითადად ამ ბოსელში არის 300-მდე პირუტყვი, რომელიც არის კავკასიური ჯიშის, ადგილობრივი ჯიშის საქონელი. აქედან 80 სული არის მეწველი. დანარჩენი არის მოზარდი, 1 წლიანი და 2 წლიანი. ჩვენ ძირითადად ვცდილობთ კავკასიური ჯიშის საქონლის გაუმჯობესებას. რატომღაც არ გეგმავთ ახალი ჯიშების შემოყვანას, რადგან არ გვინდა ქართული ჯიში გადაჯიშდეს. ის ადაპტირებულია ამ გარემოში. კი, ადაპტირებულია, იმიტომ რომ მაინც ალპურ ზონაში ვიმყოფებით, მთის პირობებია, მკაცრი პირობებია, ზამთარის მკაცრია და შეგუება ევროპიდან შემოყვანილ ჯიშებს უჭირს. დაავადებების მიმართ
როგორ არიან? გამძლეები არიან? ბევრი დაავადებების მიმართ არიან ძალიან რეზისტენტულები, იშვიათად რომ მათ რაღაცა დაავადება შეხვდეთ, რადგან უტარდებათ საჭირო აცრები, მკურნალობა, ვაქცინაცია და ჯერჯერობით არ შეგხვდრა ესეთ ინფექციური დაავადება, რომელიც რამე სერიოზულ ზარალს გამოიწვევდა. ვეტექიმი გყავთ, ხო? ვეტექიმი მე თვითონ გახლავართ, ვეტერინარი ვარ. ეხლა ეს იდენტიფიკაცია უნდა გაუკეთოთ, ხო, საქმეს? დიახ, ჩვენს ფერმაში ყოველ ახალ მოყვანილ ძროხას უკეთდება იდენტიფიკაცია, ყველას აქვს თავისი ნომერი და შექმნილი აქვს თავისი ისტორია. ანუ ყველაფერი ვიცით მე ამ საკონზე. დიახ, საიდან მოხდა ამ პირუტყვის შეძენა, რამდენი წლის არის, რამდენი ხბოს დედა არის, როგორი აქვს წველადობა, რამე დაავადება ხომ არ აქვს გადატანილი, ანუ ყველა ძროხას გაჩნია თავისი ისტორია. ამჯერად ამ ძროხას დავარქმევთ არაბას, იმიტომ რომ იგი არაბიძებისაგან ვიყიდეთ და არის ძალიან ჭკვიანი. ამ ძროხის ყიდვა ძალიან დიდ ემოციასთან იყო დაკავშირებული. სახლიდან გამოყვანის დროს ძროხა სრემლები ცვიოდა. და ძალიან ემოციურია. ეხლა შეხედეთ, როდესაც ბირკა გაუკეთენ ნომერი, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. ამდენად ძროხა არის სულიერი არსება, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ყურადღებას საჭიროებს. ეს ეხლა სად მიერეკებით ამ საქონელს? საქონელი მთელი წლის განმავლობაში ძოვს მინდორში. გაზაფხულით მწვანე მასა ზღებულობს და მწვანე მასა არის საკმაოდ ყუათიანი, ალპური ზონაა და რძე არის განსაკუთრებული შემცველობის, განსაკუთრებით დიდ რაოდენობით შეიცავს ბეკაროტის, არის ძალიან ცხიმიანი და ყველის განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით ხასიათდება ამის გამო. ეს გარემო ამათვის არის რა. დიახ, გარემო ნამდვილად ხელმისაწვდომია, იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში საძოვარზია და ძალიან მცირე დამატებით საკვებს საჭიროებს. ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით რომ წონამატმა კლება არ დაიწყოს. ამ საკონელს არ ვშვებთ? ეს ძროხები რატომ დააპატიმრეთ? აბა ესეც უკვე აგვიანდებათ. გვეძახიან რომ გაუშვათ საძოვარზე. როდის ბრუნდებიან? საღამოს 6 საათზე ბრუნდებიან. მთელი დღის განმავლობაში მწყემსი და ჩვენი ძაღლები პატრონობენ მათ. ისე საინტერესოა, ძაღლები შევამჩნია რომ აქ საქონელთან ერთად იყო და ანუ იმათაც აცრას უკეთებ. კი, რა თქმა უნდა, ძაღლების შესაბამისი აცრა უტარდება, რადგან არ მოხდეს რაიმე ინვაზიური დაავადების გადატანა. სულ რამდენი ხბო გაქვს? სულ გვყავს 70 ხბო. ეს ხბოები არიან 7-8 თვის ასაკის. დაბადების მომენტიდანვე მათ უკეთდებათ თავიანთი ნომრები და როგორც მათ დედიკოებს. კი, როგორც მათ დედიკოებს. ესე საინტერესოა, პირველი საქონელის გადის, ხო? კი, პირველი ძროხები გადიან, რადგან ძალიან უყვართ ერთმანეთი ხბოებს და თავიანთ დედებს და მე ერთმანეთი რომ არ მოძებნონ მინდორში და რძე არ შეგვიჭამონ. ზეგი ამათი დროც დადგა გარეკვის. ირაკლი ბიძია დრო არის უკვე, გაუღეთ კარები თუ შეიძლება გაუშვათ საძოვარზე. ისე ძალიან მჭიდროდ არიან აქ ხბოები და. ბოსელი ვერ იტევს უკვე საქონელი ისე გამრავდა და ეხლა ვახდენთ ახალი ბოსის მშენებლობას, რომელშიც უკვე ყველას თავისი ადგილი იქნება მიჩენილი და შესაბამისად უფრო თავისუფლად და კომფორტულად იგრძნობენ თავს. და დაესვენებენ ეს საყვარელი ცხოველებიც, ხო? იდეალურ გარემოში ისინი რა იქნებიან. დღეში არიან? ჰო. გამ. ადე ნუ ხარ ზარმაცი. ეს არ გადის, ეს არის ახალდაბადებული ბოჩოლა. აი ეს ბოჭეჭოა, ხო? რომელიც არის სულ 3 დღის. სულ მარტო ეს რჩება. და სახელად თენგო ქვია. თენგო რატო? იმიტომ რომ მის დედას დედის პატრონს თენგო ერქვა. კიდე გაის მე არ მოგიყვანეთ საქონელი, თორე დათოს დაარქვენით, არა? აი თუ მოგიყვან მე დავარქმევ. ეხლა გაჩვენებთ საწარმოს, რომელიც ნამდვილად შეესაბამება ევროსტანდარტებს. სადაც ის განთქმული ყველი. სადაც ის განთქმული ცნობილი ახალი აღმოჩენა, ყველი პარმეზანის ტიპის ხიზაბავრული ყველი იწარმოება. მობრძანდით ხალათების აუცილებლობა, რადგან არ მოხდეს რაიმე ინფექციის შემოტანა.
ფეხზე აუცილებლად. ხუთი მე მგონი მე არ დამჭირდება, იმიტომ რომ ჩემ ქოჩორს არა, ჯობია გავიკეთოთ. დაჭირდება ჩემ ქოჩორს. აუცილებლად უნდა გაიკეთოთ, რადგან პარმეზანის დამზადება ხანგრძლივი პროცესია მისი საბოლოო სახეს მიღებამდე, ამიტომ თუ რაიმე მიკრობი მოხვდა და დაზიანებას ექნა ადგილი, მისი დიდი ხნით შენახვა შეუძლებელია. ეს ყველა დანადგარი იტალიიდან არის ჩამოტანილი, არის უმაღლესი დონი. ეს სიამოვნება იქნება უდავ. და იტალიერი მეგობრები რომ არა, ჩვენ ამ მიღწევას ვერ მივიღებდით. ხდება რძის დამუშავება, პასტერიზაცია უკეთდება რძეს 72 გრადუსზე, რათა ყველა მავნე მიკრობი, რძემჟავა ბაქტერიები იყოს მომკვდარი, რომ მან არ შეაღწიოს ყველში და არ მოხდეს მისი გაფუჭება. თქვენ რძით ერევით ამ ყველის წარმოებას? თუ იბარებთ კიდე? ჩვენ ჯერჯერობით ჩვენი რძე გვაქვს. და რძის შემოტანა მოწვევლიდან ხდება 15 წუთის განმავლობაში და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი. ოპერატიულად მუშაობს. ოპერატიულად, იმიტომ რომ ისევ თბილია რძე და უკვე გადის ტექნოლოგიურ პროცესს. შესყიდული რძე არის დაბინძურებული, არ არის იმ კონდიციის, რაც უნდა იყოს და ძალიან საფრთხილოა. წვრილი ფერმერებს არ აქვს ის ჰიგიენური პირობები, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ან საჭირო, ამიტომ ვფრთხილობთ. თუმცა უკეთესი იქნებოდა მეტრძის შეძენა, რადგან ეს ქარხანა დღეში 4 ტონას რძეს გადაამუშავებს. წარმატება მისი ძალიან დიდია, რომელსაც ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ. იმედია რომ მალე აითვისებთ ამას. პასტერიზებული რძე შედედდება, ყველი დაიჭრება საჭირო კონდიციაზე და შემდეგ დაჭრილი ყველის მასა გამოდის სათანადო ფორმებში ხდება მისი მოთავსება და სასურველი ფორმის შემდეგ იგი უკვე გადადის მარილწყლის აბაზანაში. სულ რამდენი კაცი ხართ დასაქმებული? უშუალოდ საწარმოში მუშაობთ 3 ადამიანი. ეს 2 ჩემი დამხმარე პერსონალია და მე თვითონ. მე ძირითადად ტექნოლოგიურ პროცესს ხელმძღვანელობ. დანადგარები ისეა მოწყობილი, რომ 1 ადამიანსაც, 2 ადამიანსაც შეუძლია მთელი პროცესის მართვა. ცოტა ჩქარანი გალი. შემობრძანდით აქ ხდება ქართული ყველის დასაწყოება, სადაც მოთავსებულია მარილწყლის აბაზანები. ჩვენ შევეცადეთ აგვიღორძინებინა ისეთი დაკარგული ქართული ძირძველი ყველის ტექნოლოგია, როგორც არის პურზე წასასმელი ყველი. ვამზადებთ აგრეთვე ტენილ ყველს, რომელიც არაჟანში ხდება ყველის შეზელვა და თიხის ქოთნებში იტენება, რომელიც განსაკუთრებულია და ჩვენი კუთხისათვის არის მხოლოდ დამახასიათებელი. ერთ-ერთი ძირძველი ტრადიცია ეს არის თაფლში ყველის დაძველება. თაფლში იდება ყველი, განსაკუთრებული ალპური თაფლი გვაქვს ჩვენ და იგი იღებს სრულიად სხვა გემოს. წარმომიდგენია რა გემოსი იქნება ის საოცრება. ეხლა შევდივართ ოთახში, სადაც ხდება ამ ევროპული ტიპის ყველის დასაწყოება, რომელიც ძალიან შრომატებადი პროცესია და ხანგრძლივი პროცესია, რადგან რამდენი ხანი გრძელდება? 90 დღე, ანუ ეს ყველი საჭიროებს დამწიფებას, ეგრეთ პროცესი არის დამწიფების, რომელიც ხდება ამ ხის თაროებზე და თითოეული თავი საჭიროებს ყოველდღიურად საწყის პერიოდში ამ მოტრიალებას, რომელიც აი ესეთნაირად ხდება. შეხედეთ, ეს არის პირველი ყველაზე ახალი, რომელიც ამ საწყობში არის და შესაბამისი სახის შემდეგ იგი გადმოლაგდება. აქ ასეთ სახეს იღებს მე? 90 დღის შემდეგ და უფრო მეტხან შეიძლება მისი შენახვა, შეიძლება 1 წელი და 2 წელი შეინახო. ანუ ამ ტიპის ყველები ფასი დამოკიდებულია მის ვადაზე, თუ რა ხანგრძლივობის არის. აი ეს 90 დღე რო შევინახეთ, რამდენი გამოვა 1 კილო? 1 კილო საკმაოდ წონაში იკლებს, მაგრამ 15%-ს იკლებს თავიდან დამზადებიდან, საბოლოო სახის მიღებამდე 15%-ს იკლებს წონაში და დაახლოებით ეს ერთი თავი არის 2 კილოგრამი. და რაღაც ფასი არის 18 ლარი, რომელიც ევროპიდან შემოტანილი ტიპის ამ ტიპის ყველებთან შედარებით არის საკმაოდ დაბალი და ჩვენი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი. და სად შემიძლია რომ ვიყიდო? ყველაზე მთავარი.
ეს ყველი შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისში ნუცუბიძის 177-ში არის ესეთი მაღაზია, რომელსაც ქვია ყველის კუთხე, იგი არის ახალი გახსნილი და იქ წარმოდგენილია ყველა ქართული ტიპის ყველი და მათ შორის ეს ერთადერთი განსაკუთრებული ევროპული ტიპის ინოვაციური პროდუქტი, რომელსაც ჩვენ საწარმოში ვამზადებთ. საერთოდ ამ ყველის ტიპები და საგემოვნო თვისებები მერყეობს და იცვლება იმ ადგილმდებარეობის მიხედვით, სადაც ეს საწარმო არის. და იმდენად გემოვნება დამოკიდებულია პროცესზე, ტექნოლოგიაზე და ადგილმდებარეობაზე. მაგალითად, დილით რომ ყველს გააკეთებ და საღამოთი ყველს გააკეთებ, ისინიც კი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ანუ ყველს სახელებს არ ქმნიან ხოლმე, როგორც ღვინოებს იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხდება მისი დამზადება. შეიძლება ერთი და იგივე ყველი იყოს, მაგრამ გემოვნება იყოს სხვადასხვანაირი და ჩვენი ყველის უპირატესობა ზუსტად ის არის, რომ არის ნატურალური რძით, ნატურალურ გარემოში, საოცარ გარემოში, ალპურ ზონაში, 2200 მეტრზე ზღვის ზონიდან და აქაური ბალახი მას განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. ამდენი ქების შემდეგ შემიძლია გაგასინჯოთ ჩვენი ყველი, რომელიც სპეციალურად თქვენთვის გავჭერი და დააგემოვნეთ, აბა, როგორი გემოსი არის. შეხედეთ, იგი არის სპეციფიკური ნასვრეტებით და საოცარი არომატის ქონა. საოცარი არომატი აქვს. ძალიან გემრიელია. და გემო აქვს ისეთი, როგორც მხოლოდ ალბათ აქ იქნებოდა ამ მთაში. მე გახდით იტალიაში და ჩემი მასწავლებლის დახმარებით მოვახდინე იქ ამ ტექნოლოგიის შესწავლა. და იმდენად კმაყოფილები არიან და საგემოვნო თვისებებით გაოცებულები არიან, რომ აქედან ყიდულობენ და მიაქვს. ამბობენ, რომ ამის თვისებები ჯობია მათ ყოველწლიურად ჩამოდიან, მითითებებს გვაძლევენ და გვეხმარებიან სრულყოფაში, ამ ტექნოლოგიის სრულყოფაში, რადგან ესე იგი როგორ ჩანს ამ დახმარებას ბენისიმოს ყვირილი თან ახლავს, ხო? აუცილებლად ბენისიმო და ტუტო e bello. პარმეზანის ტიპის ყველი ახსენეთ ძალიან ხშირად. და მარტო პარმეზანს რატო ვერ უწოდებთ? პარმეზანს იმიტომ ვერ უწოდებთ, რომ არა გვაქვს უფლება ამის დაუძახოთ ის ყველი, რომელსაც სხვა აწარმოებს. ანუ ეს ბრენდია, ესეთი ბრენდი და ამის უფლება ჩვენ არ გაგვაჩნია. და ჩვენ რას ვეძახით? ჩვენ ვეძახით ხიზაბავრულ ბატისტას. ხიზაბავრა არის ჩემი სოფლის სახელი მისაპატივცემულოდ და ბატისტა კიდე იმ მასწავლებლის სახელი, რომელმაც მე ეს ტექნოლოგია შემასწავლა. იგი აღფრთოვანებულია ამ სახელით, მართალია მოკრძალებულია და არ უნდა მისი სახელის დაძახება, მაგრამ მას იმ ხელაწვრილი მიუძღვის ამ საწარმოს მშენებლობაში, ამ ტექნოლოგიის დახვეწაში, ჩვენს დახელოვნებაში, რომ მადლიერების ერთ-ერთი მადლიერების გამოხატვა არის ჩვენი მხრიდან. საინტერესოა ესე იტალიაში რა ღირს პარმეზანის ტიპის ყველი? პარმეზანის ტიპის ყველი იტალიაში ღირს ჩვენს დაახლოებით 80 ლარი და სასწაული ფასია. ჩვენი ფასი ნაკლებად შედარებით ხელმისაწვდომია. შედარებაც არ არის 18 ლარსა და 80 შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ნამდვილად. თან იმას თუ გავითვალისწინებთ, როგორ გარემოში კეთდება ეს რაღაც საოცარი, ფანტასტიკური ყველი. ხო, ალბათ თქვენ აქ რომ მოდიოდით, ალბათ ვერც წარმოიდგენდით, მე მგონი ესეთი საწარმო თუ დაგხვდებოდათ, რადგან მძიმე კლიმატური პირობებია, გზაც ძალიან მიუვალია, მაგრამ აი ყველა ეს სიძნელე გადავლახეთ, ბევრი პრობლემისა და დილემის წინაშე ვიდექით, ჩვენ ბევრჯერ თავის დანებება ვცადეთ, მაგრამ არ შევწყვიტეთ ეს საქმიანობა და ეხლა ნამდვილად იმდენი შრომა გვაქვს ჩადებული, არ ვაპირებთ გაჩერებას, პირიქით. გეგმავთ სულადობის გაზრდას, წარმოების გაზრდას, რძის შესყიდვას მეზობელი ფერმერებისაგან და უფრო მეტი პროდუქციის გამოშვებას, რადგან ამ ყველს უკვე საკმაოდ მომხმარებელი გაუჩნდა, მოთხოვნადია, აქაც კი მოდიან თვითონ რომ შეიძინონ. მინდა რომ აბსოლუტურად თელმა საქართველოს გასიჯოს, ამის საშუალება ქონდეს მოსახლეობას, ეს საინტერესო და ძალიან გემრიელი ყველი. კარგად ზადებული.